მოგესალმებით ყველას. დღეს ვიწყებთ ისევ საზოგადოებრივ გუშაკს. საკმაოდ რთული ვითარება იყო შექმნილი ბოლო პერიოდში წვიმების შედეგად. იცით, რომ წყლის საკითხები იყო ძალიან აქტუალური ბოლო კვირის განმავლობაში, იქნება კიდევ უფრო მეტად აქტუალური. წყლიდან გამოწვეული პრობლემები აგრეთვე ყველგან არის გასაკეთებელი, მაგრამ ჩვენ სანამ ამას განვიხილავთ, საერთოდ რა ვალდებულებები აქვს აგრეთული საქართველოს, ისევ მინდა გამოვიდე იმ ჩარჩოდან, რასაც ქვია გაფართოების ხელშეკრულება, სადაც ერთ-ერთი მთავარი თემა არის წყლის რესურსების სწორი მართვა. მათ შორის, რა თქმა უნდა, ის სისტემები, რომელიც არსებობს ქალაქებში, დაბებში, სოფლებში, არის თუ არ არის, ამაზე გვინდა დღეს ვიმსჯელოთ და დავსვათ რა პრობლემების წინაშე ვდგავართ. რა გვაქვს დღეს, რა მოცემულობა გვაქვს და სად ვართ, რით ვიწყებთ მუშაობა. სანამ მე ძალიან მოკლე შესავალს ვაკეთებ, მე მინდა ძირითადი სიტყვა გადავცე ბატონ აკაკი ფანჩულიძეს, რომელიც გვესწრება, ჩვენი ექსპერტი არის და საქართველოს მწვანეთა მოძრაობის საბჭოს წევრი. ბატონ აკაკი იცით, რომ პროფესიონალია ამ თემების და რეალურად მას შეუძლია უფრო დეტალურად ისაუბროს, რა ვალდებულებები გვაქვს საქართველოს, რა გვაქვს კანონიდან გამომდინარე, რომელიც ახალი მიღებულია და ჯერჯერობით კიდე არ არის ამოქმედებული ბოლომდე და ამაზე უფრო დეტალურად მინდა ვთხოვო ბატონ აკაკის, რომ ისაუბროს. მადლობთ ბატონო ნინო. მართლაც ძალიან აქტუალური საკითხი არის წყლის პრობლემები საერთოდ მრავალწახნაგოვანია და შესაბამისად მართვაც საჭიროებს ძალიან მნიშვნელოვან ძალისხმევას, როგორც ხელისუფლების, ასევე საზოგადოების მხრიდან და ბუნებრივია, რომ მთელი რიგი საკითხებისა, რომელიც უნდა იქნას გადაჭრილი, საჭიროებს კიდევ ერთხელ გავლას, შეხსენებას ხელისუფლებისათვის, რომ ფაქტიურად უკვე სულ რაღაც თვეებიღა, ჩავთვალოთ 1 წელი არის დარჩენილი და შესაბამისად უკვე წყლის რესურსების მართვის კანონის ძალიან მნიშვნელოვანი მუხლები უნდა იქნას შეყვანილი მოქმედებაში. ეხლა რამდენ აი ამ საკითხებზე ვისაუბრებდეთ, რამდენ საკანონმდებლო რეგულაციებზე ვისაუბრებდეთ, ნორმატიულ ადმინისტრაციულ სიმართლებრივ აქტებზე ვისაუბრებდეთ, ბუნებრივია, რომ ჩვენ უნდა ჩამოვაყალიბოთ თუ რა გამოწვევები არსებობს და შესაბამისად შემდეგ რაოდენ აქტუალურია და რაოდენ მნიშვნელოვანია საჭირო არის სწორედ აი ამ რეგულაციების უკვე დანერგვა, ეს უკვე ცხადზე უცხადესი გახდება. საერთოდ გარემოს დამცველები ვთანხმდებით უკვე, რომ მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს მიწისქვეშა და ზედაპირული წყლების ხარისხის გაუარესება, წყლის ეკოსისტემების ფაქტიურად დეგრადაცია, გადაგვარება, მოდი ვთქვათ აი ესე. აღმოსავლეთ საქართველოში ქვემო ქართლი, კახეთი განსაკუთრებით პრობლემებს ქმნის სარწყავი წყლის დეფიციტი. მე-20 საუკუნეში დასავლეთ საქართველოში მდინარეების დარეგულირება იცით, რომ გამოიწვია მყარი ნატანის შეკავება შავი ზღვის სანაპირო ზოლში, პლაჟ-წარმოქმნელი პროცესების შეჩერება და ნაპირების წარეცხვა. კვარცოფული მომნელების გააქტიურება იწვევს მთის ვიწრო ხეებში ხემცანარეულითა და მყარი ნატანით მდინარეთა კალაპოტების გადაკეტვას და წყლის სტიქიურ შეგუბებებს. შეიძლება თავხედრილი იყოს მეწყრული პროცესებიც. გარკვეული დროის შემდეგ ასეთი ჩახერგვები თქვენ იცით, ძალიან ბევრი მაგალითი შეგვიძლია მოვიყვანოთ, ჩახერგვები წყლის დაწნევის გამო გაირღვევა და წარმოქმნილი მძლავრი კვარცოფული ნაკადები დამანგრეველია დასახლებული პუნქტებისათვის, თანსდევს ადამიანთა მსხვერპლი და ასე შემდეგ. მე-20 საუკუნეში აშენებული დამბები, ხიდები და სხვადასხვა დანიშნულების ჰიდროტექნიკური ნაგებობები გამომდინარე იქედან, რომ მათი საპროექტო პარამეტრები არ იყო ადაპტირებული კლიმატის ცვლილების პროცესებთან, წყალმოვარდნების გამო მნიშვნელოვან ზემოქმედებას განიცდიან. ხშირ შემთხვევაში ნაგებობები ინგრევა.
აჭარა, გურია, რაჭა, სამეგრელო, სვანეთი პრობლემებია წყალარინების პროცესში. ჭარბნალექიანობის დროს იმირნება დასახლებული პუნქტების სანიაღვრე არხები. ისინი ვერ უზრუნველყოფენ ჭარბი ნალექის გატარებას. რთული მდგომარეობაა მსხვილ ქალაქებსა და სანაპირო ზოლის კურორტებში. სერიოზული პრობლემებია მიწათსარგებლობის გენერალური გეგმების შემუშავებისა და მათზე სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების თვალსაზრისით. რელიეფის ცვლილების გამო, რომელიც უსისტემო განაშენიანების გამო ხდება, იწვევს ნალექების შედეგად წარმოქმნილი ზედაპირული წყლების ნაკადების შეფერხებას და ტერიტორიების დატბორვას. რიგ ქალაქებსა და დაბებში არ არსებობს ან თუ არსებობს ამორტიზირებულია სამეურნეო საყოფაცხოვრებო ჩამდინარე წყლების ურბანული ჩამდინარე წყლების საკანალიზაციო სისტემა. უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო 10 წელიწადში აშენდა რამოდენიმე თანამედროვე ტიპის სამეურნეო საყოფაცხოვრებო ჩამდინარე წყლების გაწმენდა გაუნებლობის ნაგებობათა კომპლექსები, მაგრამ ამ მიმართულებით მუშაობა თუ არ გაგრძელდა და არ იქნა მიღებული ის ნორმატიულ-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტები, რომლებიც მუნიციპალიტეტების დონეზე სათანადო ყურადღებას უზრუნველყოფს საკანალიზაციო სისტემებში ურბანული, მათ შორის საწარმოო ჩამდინარე წყლების მიღების პირობების დაცვას და აგრეთვე უხნალექიანობის დროს წყალი დიდი რაოდენობით თუ მოხვდება და ხვდება, ვიცით, დასახლებული პუნქტების სამეურნეო საყოფაცხოვრებო საკანალიზაციო სისტემებში გამწმენდი ნაგებობები, აი ეს მილიონობით რომ ღირებულების ახლები, რომლებიც ფუნქციონირებენ, ვერ მოახდენენ ურბანული ჩამდინარე წყლების გაწმენდა გაუნებლობას. ამორტიზირებულია წყალმომარაგების ძველი ქსელები, ან საერთოდ არ არსებობს. ასეთი ქსელები, რის გამოც წყალი არ გამომდინარე აქედან, ბუნებრივია, წყალი არ მიეწოდება მრავალდასახლებულ პუნქტს, მოსახლეობა ჯერ კიდევ გამოიყენებს ინდივიდუალური ჭისა და წყაროების წყლებს. ხშირად ჭებისა და წყალშემკრებ აუზებში ეს წყლის ხარისხი დაუცველია, უნდა ითქვას, რომ წყალმომაგრებისა და წყალარინების პრობლემები ჯერ კიდევ უდიდეს საფრთხეს უქმნის მთლიანობაში მოსახლეობას. დასახლებულ პუნქტებში მიმდინარეობს წყალმოხმარების ზრდა ისე, რომ ვერ ხორციელდება წყალმიმღები ნაგებობებისა და წყალმომარაგების ქსელის შესაბამისი ტექნიკური გაუმჯობესება. ინფრასტრუქტურული პროექტები ხშირ შემთხვევაში ტერიტორიების მიწათსარგებლობის გეგმების მოთხოვნებს ვერ პასუხობენ. წყალშემკრებ აუზებში გადამეტებული და უსისტემო ჭრების შედეგად, ეს აუცილებლად აღსანიშნავია მეგობრებო, ტყე კარგავს გარემოსდაცვით ფუნქციას, ჯერჯერობით რა თქმა უნდა, ფრაგმენტულად, ვიცით, ნიადაგდაცვით და წყალმარაგუდენებელ ფუნქციას. ვითარდება ნიადაგების ეროზიული პროცესები, შედეგად ვითარდება წყალსატევების ევტროფიკაცია. აი ეს არის ფაქტიურად ის გამოწვევები, რაზედაც ჩვენ ახლა თვალები არ უნდა დავუჭოთ და რეალურად ის, რაც კანონის მოთხოვნას წარმოადგენს, აი იმ ნორმატიულ ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტების მიღება აუცილებელია და მთელი რიგი საკითხებისა, რომელიც მუნიციპალიტეტების დონეზე უნდა იქნას, ესე ვთქვათ, განერგილი და მე საერთოდ ახლა მინდა რომ ძირითადი ესე ვთქვათ ხაზი გაუსვა მუნიციპალიტეტებში განსახილველი საკითხები წყლის რესურსების მართვის კანონიდან გამომდინარე. გამიგეთ, თუ რას წარმოადგენს, თუ რა თქმა უნდა ეს შემდეგ მოგცემს იმის თქმის უფლებას, რამდენად შესრულებადია, როგორ შეიძლება ეს მოესწროს აი ამ 1 წლის განმავლობაში და ბუნებრივია, რომ კარგი იქნება თუ ამ თემაზე შემდეგ ვიმსჯელებთ. თქვენ მე ახლა აღარ შევაჩერებ თქვენს ყურადღებას იმ კონვენციებზე და იმ საკანონმდებლო აქტებზე, სამართლებრივ აქტებზე, რომელიც უკვე მოქმედებაშია ჩვენს სახელმწიფოში. რა თქმა უნდა, არაერთხელ ჩვენ გვისაუბრია ევროკავშირს საქართველოს შორის ასოცირების შესახებ
შეთანხმების მოთხოვნებზე, ის წყლის რესურსების მართვაზე 17 მოთხოვნა არის და შესაბამისად სწორედ აი იმ ნორმატიულ ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტების საფუძველზე, რომელიც მიღებულ უნდა იქნას და შეყვანილი მოქმედებაში 2026 წლის 1 სექტემბრამდე ამის შესაძლებლობას მოგცემს. მოდით ახლა მე მინდა მსმენელის ყურადღება მივაქციო მუნიციპალიტეტებში წყლის რესურსების მართვის უზრუნველსაყოფად თუ რა კანონისმიერი მოთხოვნები არსებობს, რა რეგულაციები უნდა იქნას, ესე ვთქვათ, შემოტანილი და შესაბამისად ამოქმედებული. მუნიციპალიტეტების კომპეტენციას რა განეკუთვნება? წყალმომარაგებისა და ტექნიკური წყლით უზრუნველყოფის ღონისძიებათა განხორციელება, მათ შორის წყალმომარაგების სისტემებისა და ურბანული ჩამდინარე წყლის შეგროვებისა და გაწმენდისათვის ტექნიკური და საინვესტიციო პროგრამებისა და პროექტების მომზადებაში მონაწილეობა. აი, ამოქმედდება ეს კანონიდან გამომდინარე 2026 წლის 1 სექტემბრიდან. სასმელი წყლის წყალმომარაგების ობიექტების სანიტარული დაცვის ზონების პროექტების დამტკიცება უნდა ამოქმედდეს 2026 წლის 1 სექტემბრიდან. მოსახლეობისთვის სასმელი წყლის წყალმომარაგების ობიექტების სანიტარული დაცვის ზონებისა და მისი სარტყლების საზღვრების, აგრეთვე ამ ზონის ფარგლებში მოქმედი რეჟიმების გაცნობა, იმიტომ რომ მოსახლეობა ფაქტიურად ძალიან დაბნეულ მდგომარეობაში არის და დღესაც კი საკმაოდ სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს ეს წყალდაცვითი ზონებისა და განსაკუთრებით სანიტარული დაცვის ზონის, ესე ვთქვათ, უგულებელყოფა ფაქტიურად და ესეც 2026 წლის 1 სექტემბრიდან უნდა შევიდეს მოქმედებაში. ეხლა თვითონ ადგილობრივი მნიშვნელობის წყლის რესურსების მართვაზე მე არ გავამახვილებ ამ წუთში ყურადღებას, რამე თუ ეს უნდა ამოქმედდეს 2030 წლის 1 ივლისიდან, მაგრამ იმდენი რამ არის მოსამზადებელი იმისათვის, რომ სპეცწყალსარგებლობა განახორციელოს ადგილობრივმა თვითმმართველობებმა, რომ 5 წელი საკმაოდ როა, რა თქმა უნდა, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ეს უკვე დაწყებული იქნას და ის ნორმატიულ ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტები, რომლებიც 2026 წლის 1 სექტემბრამდე უნდა იქნას ამოქმედებული, ის უნდა ამოქმედდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში საკმაოდ, ესე ვთქვათ, გაგვირთულდება 2030 წლისათვის მუნიციპალიტეტებისათვის ადგილობრივი მნიშვნელობის წყლის რესურსების მართვა, რომ მართვაზე, ესე ვთქვათ, იქნენ პასუხისმგებლები. წყლის ობიექტის დაცვითი ზონა ტერიტორია, რომელიც განთავსებულია სასმელი წყლის აღების, სამკურნალო მინერალური წყლების, მიწისქვეშა ან ზედაპირული წყლების ირგვლივ და რომელზედაც დადგენილია ამ ტერიტორიის საყოფაცხოვრებო მიზნებით გამოყენების, ბუნებრივი რესურსების სარგებლობისა და სხვა სამეურნეო საქმიანობის განხორციელების სპეციალური რეჟიმი, სწორედ აი აქაც ძალიან მნიშვნელოვანი არის მუნიციპალიტეტების როლი. სასმელი წყლის წყალმომარაგების ობიექტების სანიტარული დაცვის ზონის შექმნის, საზღვრების დადგენის, სარტყლების გამოყოფისა და მათ ფარგლებში დაშვებული საქმიანობების ჩამონათვალს და საქმიანობის განხორციელების წესს შეიმუშავებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო და ამტკიცებს საქართველოს მთავრობა, მაგრამ აქ ძირითადი როლი მუნიციპალიტეტებს ეკისრება, იმიტომ რომ ფაქტიურად აი ამ პროცესებში ისინი არიან თავარი, ძირითადი ბენეფიციარები. წყალსარგებლობის ზოგადი პირობები. აი განსაკუთრებულად მცირეწყლიანობის, ესე ვთქვათ, წყლის ობიექტებზე ავარიული სიტუაციის, ეპიდემიების ან ეპიზოოტიის გაჩენის საშიშროების, სტიქიური უბედურების სამხედრო მოქმედებების დროს ან და სხვა ექსტრემალურ ან საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევაში. წყალმომარაგებლებთა უფლებები შეიძლება შეიზღუდოს მოსახლეობის სიცოცხლის ან და
ფიზიკური ან იურიდიული პირი ვალდებულია ზედაპირული წყლის და მიწისქვეშა წყლის დაბინძურების აღკვეთის მიზნით სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ნიადაგის გატენიანება, განუყრიერება განახორციელოს წყლის და ნიადაგში შესატანი საკვები ნივთიერებების დასაშვები ნორმების დაცვით. ასევე ზედაპირული წყლის ობიექტებში ელექტროფიკაციის განვითარების აღკვეთის მიზნით. არ დაუშვას ორგანული ნივთიერებების მოხვედრა და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების ნიადაგების ეროზია. ანუ ამის ზედამხედველობა, ამის მონიტორინგი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხებია და სწორედ ამოქმედდება, ანუ ეს უნდა შევიდეს ძალაში 2026 წლის 1 სექტემბრიდან. რაც შეეხება საერთო წყალსარგებლობას, კანონი პირდაპირ, ესე ვთქვათ, აწესებს, რომ საერთო წყალსარგებლობა უფასოა. საერთო წყალსარგებლობა შეიძლება შეიზღუდოს მოსახლეობის სიცოცხლის ან და ჯანმრთელობის დაცვის მიზნით. მოსახლეობის სიცოცხლისათვის და ან და ჯანმრთელობისათვის საფრთხის შემცველი გარემოებების არსებობისას მუნიციპალიტეტები ამ კანონის საფუძველზე დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში ახორციელებენ სამინისტროსთან და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე დევნილთა შრომის სოციალური დაცვის სამინისტროსთან კოორდინაციით განსაზღვრავენ ადგილებს, სადაც ბანაობა აკრძალულია. იგივე ამ სამინისტროსთან კოორდინაციით განსაზღვრავენ ადგილებს, სადაც აკრძალულია წყლის აღება სასმელად ან და საყოფაცხოვრებო საჭიროებისათვის, პირუტყვის დაწყვეტილებისთვის და ან თევზჭერისათვის. შემდეგ მუნიციპალიტეტები ვალდებულები არიან ამ უხლის მეხუთე პუნქტით, ანუ რომელზედაც ახლა მე თქვენ მოგახსენეთ, გათვალისწინებული აკრძალვების დადგენისთანავე გამოაქვეყნოს ან სხვა ფორმით რაიმე საინფორმაციო ესე ვთქვათ შესაძლებლობებით მოსახლეობისათვის გახადოს ხელმისაწვდომი ინფორმაცია საერთო წყალსარგებლობის შესაძლებლობისა და მისი შეზღუდვის პირობების შესახებ. ესეც 2026 წლის 1 სექტემბრიდან უნდა ამოქმედდეს. რაც შეეხება სპეციალური წყალსარგებლობის ნებართვის გაცემის წესს, სპეციალური წყალსარგებლობის ნებართვა გაიცემა 45 კალენდარული დღის ვადაში. წყლის რესურსების სარგებლობაში გადაცემისას მოსახლეობის სასმელი ან და საყოფაცხოვრებო საჭიროებების დაკმაყოფილების პრიორიტეტების გათვალისწინებით და თქვენ იცით, რომ სასმელ-სამეურნეო დანიშნულებით იგივე წყლის რესურსების მართვის კანონიდან ეს არის ნომერ 1 პრიორიტეტი, ანუ პირველია ნებისმიერ შემთხვევაში სასმელი დანიშნულებით წყლის აღება ფაქტიურად უფრო პრიორიტეტულია ვიდრე დანარჩენი წყალმოხმარების მოთხოვნების, სხვა მოთხოვნები. მუნიციპალიტეტების მიერ თვითონ მართვის ორგანო სამინისტრო ამოწმებს ხომად იგეგმება წყალსარგებლობით დაინტერესებული პირის განცხადებაში მითითებული ზედაპირული წყლის ობიექტი და წყალაღება მოსახლეობის სასმელი ან და საყოფაცხოვრებო საჭიროებების დასაკმაყოფილებლად და ასეთის არსებობის შემთხვევაში აღნიშნულ გარემოებას გადაწყვეტილების მიღებისას ხედველობაში იღებს, იმიტომ რომ კანონი ითხოვს, ეს ნომერ 1 არის გამიგეთ პრიორიტეტთა შორის. ესეც უნდა ამოქმედდეს 2026 წლის 1 სექტემბრიდან. ზედაპირული წყლის ობიექტზე სპეციალური წყალსარგებლობის ნებართვა გაიცემა შესაბამისი მდინარის აუზის სააუზო მართვის გეგმისა და მდინარის გარემოს დაცვითი ხარჯის გათვალისწინებით. ესე იგი, ამისათვის მუხლი სპეციალურად ნაწილი როა, მოგახსენებთ, რომელი მუხლიც არის, ეს არის მუხლი 17, შესაბამისად პირდაპირ მოითხოვს, რომ გარემოს დაცვითი ხარჯი უნდა იქნას განსაზღვრული. სპეციალური წყალსარგებლობის ნებართვის გაცემის წესი და პირობები განისაზღვრება ზედაპირული წყლის ობიექტებზე სპეციალური წყალსარგებლობის ნებართვის გაცემის წესისა და პირობების დამტკიცების თაობაზე საქართველოს მთავრობის დადგენილებით. და ესეც 2026 წლის 1 სექტემბრიდან უნდა ამოქმედდეს. რაც შეეხება წყლის რესურსების დაგეგმვისა და მართვის, მოდის გიხდით, წყლის რესურსების დაგეგმვისა და მართვის მექანიზმებს. წყლის რესურსების დაგეგმვისა და მართვის საფუძველს მდინარის აუზის, სააუზო უბნის,
დონეზე წარმოადგენს მდინარის აუზის სააუზო უბნის მართვის გეგმა. მდინარის აუზის სააუზო უბნის მართვის გეგმა მტკიცდება 6 წლით, 6 წლის ვადით და მისი განახლება ხდება ყოველ 6 წელიწადში ერთხელ. ესეც 2026 წლიდან უკვე მოქმედებაში უნდა შევიდეს. ანუ ჩვენ შესაბამისი გეგმები უნდა გქონდეს. რაც შეეხება საზოგადოების მონაწილეობას მუნიციპალიტეტების დონეზე და ბატონო აკაკი, დავაკონკრეტოთ, რამდენი სააუზო მართვის უბანი გვაქვს რეალურად? უბანი საერთოდ 6 არის გაკეთებული და უბნები შესაბამისად ქვეუბნების სახით შეიძლება უფრო მეტი იყოს. აქედან გამომდინარე რეალურად ესეც განსასაზღვრი არის და შესაბამისად ამაზე მნიშვნელოვანი, ესე ვთქვათ, სამუშაოები არის განსახორციელებელი. დინარის ბატონო დინარის აუზის სააუზო უბნის მართვის გეგმის პროექტის შემუშავების შემდეგ გეგმის პროექტს განიხილავს ტერიტორიული პრინციპით შექმნილი მოგეხსენებათ სააუზო მართვის შესაბამისი საკონსულტაციო საკოორდინაციო საბჭო. სააუზო მართვის გეგმების შემუშავების განხილვისა და დამტკიცების პროცედურის შესახებ და სააუზო მართვის საკონსულტაციო საკოორდინაციო საბჭოების შექმნისა და საქმიანობის წესის თაობაზე საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული წესების შესაბამისად. სააუზო მართვის საკონსულტაციო საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობაში შედიან სამინისტროსა და წყლის რესურსების მართვის შესახებ კანონის 6 მუხლით გათვალისწინებული სხვა კომპეტენტური ორგანოები სხვადასხვა ჩამოთვლილია, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია ადგილობრივი ტერიტორიული ორგანოების, ესე ვთქვათ, აი ამ საბჭოში თქვენ მოგეხსენებათ, რომ ჩვენ მომხრე ვიყავით, როდესაც კანონ პროექტს განვიხილავდით, რომ პირდაპირ ყოფილიყო მითითებული ის ძირითადი ბენეფიციარები, რომ აი ამ საბჭოში მიეღოთ მათ მონაწილეობა. და შესაბამისი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები აუცილებლად უნდა იყვნენ აი ამ საბჭოში. რაც შეეხება სააუზო მართვის საკონსულტაციო საკოორდინაციო საბჭოების შემადგენლობას, ამტკიცებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი. ესეც 2026 წლის 1 სექტემბრიდან უნდა ამოქმედდეს. რაც შეეხება აი ახლა რა არის გამოსაცემი, მისაღები, ნორმატიული აქტები და განსახორციელებელი ღონისძიებები. ძალიან მნიშვნელოვანი არის. 2026 წლის 1 სექტემბრამდე, აი ეს რეგულაციები, რაც მე ჩამოგითვალეთ ფაქტიურად, ხო? სწორედ აი ამ ნორმატიულ ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტებით უნდა ამოქმედდეს. 2026 წლის 1 სექტემბრამდე საქართველოს მთავრობამ, ოდიჯერ მთავრობამ რა უნდა უზრუნველყოს, შემდეგი სამართლებრივი აქტები ესე. წყლის ობიექტების იდენტიფიკაციისა და საზღვრების დადგენის წესი. მდინარეთა აუზების სააუზო უბნების საზღვრების დამტკიცების თაობას. ტექნიკური რეგლამენტი. აი თქვენ რაც ბრძანეთ, ქალბატონო ნინო, მდინარეთა აუზების სააუზო უბნების საზღვრების დამტკიცების თაობაზე აქვს, ესე ვთქვათ, გამოსაცემი ნორმატიულ ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი. ტექნიკური რეგლამენტი ადამიანის მოხმარებისთვის განკუთვნილი წყლის ხარისხის შესახებ. სააუზო მართვის გეგმების შემუშავების განხილვისა და დამტკიცების პროცედურის შესახებ. წყლის რესურსების მონიტორინგის დაგეგმვისა და განხორციელების წესი. პოტენციური წყალდიდობების რისკის ქვეშ მყოფი არეალების შეფასების შესახებ. ტექნიკური რეგლამენტი წყალდაცვითი ზოლის შესახებ. სასმელი წყლის წყალმომარაგების ობიექტების სანიტარული დაცვის ზონის დადგენისა და მის ფარგლებში საქმიანობის განხორციელების წესის დამტკიცების თაობას. ზედაპირული წყლის ხარისხის სტანდარტების დამტკიცების თაობას. ტექნიკური რეგლამენტი ზედაპირული წყლის ობიექტებში ურბანული და სამრეწველო ჩამდინარე წყლების ჩაშვების პირობები. ტექნიკური რეგლამენტი წყალარინების სისტემაში ჩამდინარე წყლების ჩაშვებისა და მიღების პირობებისა და დამამბინძურებელ ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები ნორმები. უნიშნელოვანესი საკითხია. ზედაპირული წყლის ობიექტებზე სპეციალური წყალსარგებლობის ნებართვის გაცემის წესისა და პირობების დამტკიცების თაობაზე.
ტექნიკური რეგლამენტი მიწისქვეშა მტკნარი სასმელი წყლის მოპოვების მიზნით ჭაბურღილების აღრიცხვის წესი. სააუზო მართვის საკონსულტაციო საკოორდინაციო საბჭოების შექმნისა და საქმიანობის წესის თაობაზე. ეს რაც მთავრობის მიერ არის, ესე ვთქვათ, დასამტკიცებელი. 2026 წლის 1 სექტემბრამდე მინისტრმა უნდა უზრუნველყოს. მხედველობაში გვაქვს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო. ადამიანის მოხმარებისთვის განკუთვნილი წყლის მდგომარეობის ანგარიშის შინაარსის შესახებ ბრძანების გამოცემა. წყლის რესურსების მართვის სფეროს მარეგულირებელი შესაბამისი მეთოდოლოგიის დამტკიცება. ზედაპირულ წყლებზე ნიტრატებით დაბინძურებული ან დაბინძურების რისკის ქვეშ მყოფი ზონების იდენტიფიცირება და ნიტრატებისადმი მოწყვლადი ზონების განსაზღვრება. ნიტრატების მიმართ მოწყვლადი ზონებისთვის კარგი სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკის წესების განსაზღვრა და შესაბამისი სამოქმედო გეგმის შემუშავება. წყლის გამოყენების სახელმწიფო აღრიცხვის წარმოების წესის დამტკიცება. მიწისქვეშა წყლებზე ნიტრატებით დაბინძურებული ან დაბინძურების რისკის ქვეშ მოქცეული ზონების იდენტიფიცირება და ნიტრატებისადმი მოწყვლადი ზონების განსაზღვრა. ურბანული ჩამდინარე წყლებით ზემოქმედების რისკის ქვეშ მოქცეული სენსიტიური არეალებისა და აგლომერაციების იდენტიფიცირება. ეხლა ძალიან მნიშვნელოვანია ერთი პატარა დეტალი და მე ამით დავასრულებ. 2027 წლის 1 სექტემბრამდე, 2 წლის შემდეგ საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ უნდა უზრუნველყოს ქალაქებისა და სოფლების წყალარინების სისტემების აღწერა. აქ მხოლოდ და მხოლოდ სამეურნეო საყოფაცხოვრებო ჩამდინარე წყლების საკანალიზაციო სისტემებზე არაა საუბარი. საუბარი არის სანიაღვრე არხებზე, სანიაღვრე საკანალიზაციო სისტემებზეც და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. და მე, როდესაც გამოწვევებზე ვსაუბრობდი, სწორედ ამის შესახებ მოგახსენეთ, რომ აბსოლუტურად დღევანდელ დღეს ისე მიდის სტიქიურად ეს ქალაქ განაშენიანება, რომ ფაქტიურად არავინ დაგიდებთ წყალარინების ალექის შედეგად წარმოქმნილი სანიაღვრე წყლების, ესე ვთქვათ, მართვას. არათუ კიუეტი, არათუ ესე ვთქვათ, სანიაღვრე არხები საერთოდ აი ზედაპირულ წყლებსაც კი არა აქვს და გადაღობილი არის აი ამ ქაოსური მშენებლობების გამო და არასწორი დაგეგმვის გამო და შესაბამისად ხდება დატბორვა. კომპლექსური ღონისძიებების შემუშავება ქალაქებისა და სოფლების წყალარინების სისტემების მდგომარეობის გასაუმჯობესებლად საკანალიზაციო ჩამდინარე წყლებით წყლის რესურსების დაბინძურებისაგან დასაცავად. აი ეს არის საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ 2027 წლის 1 სექტემბრამდე განსახორციელებელი და შემდეგ უკვე მოქმედებაში შესაყვანი. აი ეს მინდოდა მეთქვა და ეხლა მოდით მოვისმინოთ კოლეგების მოსაზრებებს. სანამ დავიწყებდეთ, მე პატარა რეპლიკა მინდა გითხრათ. თქვენ ახსენეთ საბანაო წყლები და იმდენად პრობლემატურია მთელი მსოფლიოსთვის საბანაო წყლები, რომ გახსოვთ, რომ პარიზის ოლიმპიადის გახსნის დროს პარიზის მერმა დემონსტრაციულად თვითონ ჩახდა საბანაოდ სენაში. მაგრამ ბოლომდე გაწმენდილი სენა არ აღმოჩნდა მაინც, იმიტომ რომ დაავადებები ბევრმა ადამიანმა ბანაობის შედეგად მიიღო და რომისში გამავალ პატარა მდინარეს რომის მუნიციპალიტეტი აცხადებს, რომ 30 წლისთვის, 2030 წლისთვის ეს მდინარე იქნება მთლიანად გაწმენდილი და აღარ იქნება, ასე ვთქვათ, იქნება ვარგისიანი საბანაოდ. ჩვენ სამწუხაროდ ორი რამე გვაკლია ამისთვის ბეტი თუ არა. მთავარი მომენტი, რომ ჯერ ერთი არ ვიცით სად არის საბანაო წყლები და რა შეიძლება იყოს და სად უნდა იბანაოს ადამიანმა, სად შეიძლება რომ ჩავიდეს და მეორე, ვინ გაზომავს ამ წყლებს. ანუ თქვენ იცით, რომ თავის დროზე სისუფთავეს ყველა წყალთან დაკავშირებით გზომავდა სანიტარული სამსახურები. შემდეგ ეს ფუნქცია გადაისროლეს სოფლის მეურნეობის სამინისტროში. დღეს ეს ფუნქცია ისევ სოფლის მეურნეობის სამინისტროში, მაგრამ ბაქტერიოლოგიური გაწმენდის საკითხებს
გარემოს დაცვის სააგენტო ვერ აწესრიგებს. შესაბამისად, ისევ და ისევ რჩება პასუხის ქვეშ, რომ მუნიციპალიტეტებმა უნდა იქონიონ ლაბორატორიები, რომლებიც გაზომავენ, რამდენად შესაძლებელია სადმე ბანაობა. თის მდინარეებისთვის პლაჟების მოწყობაზე აღარ არის ლაპარაკი, ფინიშების განლაგებაზე აღარ არის საუბარი, საერთოდ ძალიან რთული მომენტი იქნება. თქვენ ბატონო აკაკი არ გითქვიათ კიდე, კი ზოგადად თქვით, რომ ჩვენი წყალმოხმარება კი ერთი სასმელ-სამეურნეო წყლებია, რომელსაც ჩვენ ვიხმართ, მაგრამ კიდევ არის მელიორაცია, კიდე ამაზე ცალკე უნდა ვისაუბროთ, იმიტომ რომ მელიორაციას თავისი სერიოზულზე მე უბრალოდ დეფიციტი ვახსენებ, რომ დეფიციტი ახსენებ, მაგრამ მელიორაციას უფრო მძიმე პრობლემები აქვს და კიდე ვემატება ჰიდროენერგეტიკა, რომელიც გვინდა არ გვინდა გამალებულად ამტკიცებს, რომ ყველგან უნდა ააშენოს ჰიდრონაგებობა და ეს შეძლებს თუ არა სახელმწიფო მერე ამ მდინარიდან ან მისი აუზიდან წყლის აღება სასმელი წყლისთვის, ეს უკვე აღარ ვიცით. იმიტომ რომ ჩვენ ბოლო პერიოდში განვითარებული ნაგებობების, რომელსაც ქვია ჰიდროტექნიკური ნაგებობები ენერგეტიკისთვის, ხედავთ იმ მაგალითებს, რომ ყველაფერი მდინარე მოედინება მილში, რომელიც ვეღარ აფორმირებს, ასე ვერ აძლევს ფორმირების საშუალებას, ასე ვთქვათ, ფილტრატს წყალს, რომლითაც ჩვენ ვიკვებებით, ანუ რომელსაც ვსვამთ. შესაბამისად, ძალიან დიდი საფრთხის ქვეშ ვაყენებთ მოსახლეობას, რომ მას შეიძლება წყარო აღარ ქონდეს, საიდან უნდა მიიღოს წყალი. ანუ ეს ეფექტი კუმულაციური იქნება ეს თუ კონკრეტულად ის, რაც წესით და რიგით სააუზო მართვის გეგმება უნდა მოაწესრიგონ, რა შეიძლება ავიღოთ, სად არ უნდა ავიღოთ და რა არის უფრო მნიშვნელოვანი მუნიციპალიტეტისთვის, პრიორიტეტები როგორ უნდა დაალაგოს თითოეულმა მუნიციპალიტეტმა, ეს და იმდენი ნორმატიული აქტი აქვს შესასრულებელი თვითონ სამინისტროს, რომ რამდენად მოესწრება ეს 2026 წლის 1 სექტემბრამდე, სიმართლე რო გითხრათ, მე ძალიან ბევრ კითხვის ნიშანს დავსვამდი. მაგრამ ფაქტია ერთი, რომ ჩვენ რო მარტო ერთ საკითხზე დავიწყოთ, რასაც თქვენ გაუსვით ხაზი, სანიაურე სისტემების არსებობა, არარსებობაზე დაბებში და სოფლებში და ქალაქებში და სწორ გამართვაზე, რაც ძალიან კონკრეტულად აღნიშნეთ, ეს არის ყველაზე დიდი პრიორიტეტი, ამიტომ დავსვი ეს თემა ეხლა დღევანდელი საზოგადოებრივი გუშაგის თემად. გვაქვს ჩვენ სანიაღვრე სისტემები გამართული. თქვენ ახსენეთ, რომ არა გვაქვს. ძალიან ბევრ სოფელს და ქალაქს საერთოდ არ გააჩნია. გთხოვთ, კოლეგები, ჩაერთოთ დისკუსიაში. ალბათონინო, არ შემიძლია რომ არ გამოვეხმაურო თქვენ თუ სად ბანაობთ ის რო ახსენეთ და საწოდავი საფრანგეთის მინისტრი იყო, ხო, რომელიც ბანაობს. სად ბანაობს და იქ თუ ბანაობს, აგერ ჩამოვიყანოთ და ჩვენთან შავ ზღვაზე იბანაოს, იმიტომ რომ ეტყობა იგივე მდგომარეობაში არის იქ და ეხლა პრინციპში არა უარეს ვსპირდებით. ანუ თუ ეგეთ რაღაცებში ბანაობს, ჩვენთან ჩამოვიდეთ და ვთავაზობთ. სამწუხაროდ იქ გზომავენ ალბათ, იციან რაში ბანაობენ და ჩვენ არ ვზომავთ და არ ვიცით. ისიც კი ვერ გაგვირკვევია, რომელმა უწყება უნდა გაზომოს. ანუ წინა მთავრობამ დაამთავრა ისა რა ქვია სანიტარული სამსახურები, დეპარტამენტების და ლაბორატორიები რა უქნა არ ვიცით. ქალბატონო თქვენ იცით რომ ფოთში და ბათუმში ვიყიდეთ მთელ ლაბორატორიები და იმ მომენტში დაშალა მიშა სააკაშვილმა ისა რა ქვია. არა, იმან არ დაშალა. ეხლა უსაფრთხოებით არის დაკავებული გზების დამავიწყდა იმ ახალგაზრდის დღესაც ახალგაზრდად გამოიყურება და მე მახსენდება უბრალოდ რომ მილიონებით იზომება კოლიფორმ ინდექსი. არა აქვს მნიშვნელობა ევროპულით ზომავთ თუ ჩვენით, იმიტომ რომ 10-ია განსხვავება, ისინი 100 მილilitrზე ზომავენ, ჩვენ litrზე. მაგრამ 10-ზე არ არის ლაპარაკი, მილიონებზეა ლაპარაკი და რომ დაისვას ხაშურის საქართველოს მწვანეთა პარტიამ მიმართა, ბატონმა გაჩეჩილაძემ მიმართა, რომ რამდენია მონაცემები და რო უთხრეს მილიონიაო თუ მილიონს არ ეტყოდნენ, ეხლა რამდენია 100,000-იაო რო უთხრა, აი ნახეთ, რაც უდი მდგომარეობა არისო და შედეგი რა იყო, იცით? 25,000-ზე მაღლა აღარ ზომავენ. იმის შემდეგ
ეხლა შეკითხვა მაქვს, ზომავენ 25,000-ის შემდეგ დღეს 25,000-ზე მეტი რო არის, ვიცით, იქაც კი სადაც გაკეთებული არის გავწმენდი ნაგებობები. იქაც კი, იმიტომ რომ მთლიანად ვერ მოიცავს ტერიტორიას, ამიტომ ძალიან არასანდო არის ეს მონაცემები სამწუხაროდ უნდა გითხრათ, მე პირადად არანაირი ნდობა არ მაქვს, იმიტომ რომ რამდენჯერაც ვიცი რომ ნდობით ასე ვთქვათ აღჭურვილმა ორგანიზაციამ გაზომა მილიონებს უკაკუნებდა და როცა ჩვენ ზომავთ ოფიციალურად სხვა შორის აჭარაში ზომავს სოფლის მეურნეობის სამისто არა გარემოდაცვის დეპარტამენტი ხო ოღონდ ქირაობს სოფლის მეურნეობის ლაბორატორია საოცარი არეულობა არის და ჩვენი ხალხი ბანაობს ამაში მარტო საფრანგეთის მინისტრი არ ბანაობს ყველანი ბანაობთ მე რომ მეკითხებიან ხოლმე არის ჟურნალისტები მოქალაქეები რომ აი როგორია შავი ზღვის მდგომარეობა ამაზე უარეს ვერ გავაკეთებთ უფრო მეც ვერ მოვისაქმებთ შავ ზღვაში აი ეს არის ამის პასუხი უბრალოდ რა ვიცი ვინმეს თუ ეწყინა მითხარით ხომ გამწმენდი ნაგებობები რომლებიც აამოქმედებს მიერთებული არ არის თქვა არ ვიცი ურექსზე ვიცით რომ რაც უნდა მიერთებული იყო მიერთებული არ არის და მთელი აუზებიდან ისევ ჩადის კარგი გამწმენდი ნაგებობები მუშაობს ელექტროენერგიას ხარჯავს გაწმენდას ვერ უზრუნველყოფს იმიტომ რომ ჩართული არ არის წყალშემკრები აუზი მისი ქეჩმენტი ეგრე ეძახიან რაც უნდა შეაგროვოს. ამიტომ ძალიან ისეთი ვინმეს არ ეგონოს რომ ეს სახუმარო თემა არის ან ჩემი შემდეგი კითხვა არის ხოლმე ბავშვი თუ ყავდათ სანაპიროზე და კუჭი თუ აეშალა და რა თქმა უნდა დადებით პასუხისმგებლობ რამდენი ბავშვი არ უნდა წაიყვანოს მშობელმა. ყველა დიარეით არის დატანჯული დასვენების მაგივრად. ანუ და ჩვენ იმასაც კი არ ვაკეთებთ რომ გავზომოთ და გამოვაქვეყნოთ. გამოქვეყნებაზე ხო საერთოდ ლაპარაკი თუ ზომავენ არ გჯერა გამოაქვეყნონ თუ იზომება. თუ არ გამოქვეყნდება, ესე იგი არ იზომება. ეგეთი გაზომილი ვის რა თუნდა ეხა ჩვენ თუ იმაში რა ქვია, გვაბანავებენ არასასიამოვნო წყალში, ხო? ის მაინც გითხართ, რამდენად არასასიამოვნოა ეს ყველაფერი. მარტო ჩვენ არა, საერთაშორისო ტურისტებს. სხვათა შორის მათი ტუროპერატორები ალბათ ზომავენ და ალბათ იმის მიიღებენ გადაწყვეტილებას. კაზინოში წავიდნენ თუ ზღვაში იბანაონ. ჩემი აზრით ალბათ უფრო კაზინოს ამჯობინებენ. და რაც შეეხება ამ ტრანსპარენტულობას, ქალბატონო, ვერც ერთ შავი ზღვის რეგიონში, აი რეგიონალურ შეხვედრებზე, საკითხი რომ მიკრობიოლოგიას ვზომავთ თუ არა, არ აინტერესებს არავის, იმიტომ რომ ეს საკითხი დიდი ხნის მოგვარებული აქვს. კითხეთ რუმინელებს და ბულგარელებს იმიტომ რომ სპეციალური ორგანიზაციები ყავთ, ალბათ სანიტარული სამსახურები არ მახსოვს რომ კი სამედიცინოსთან სფეროსთან უფრო დაკავშირებული. იმეებს მონაცემთა ბაზებიც აქვთ და ვებგვერდებზე ძდევენ ეგრეთ წოდებული ლურჯი დროშის პროგრამის ქვეშ და საბანაო წყლის ხარისხის დირექტივის შესაბამისად და პრობლემა რა აქვს იცით ვერაჩვენებენ გაუმჯობესებას იმდენად გაუმჯობესებული აქვს მდგომარეობა ანუ ყველაფერი წესრიგშია კოლიფორმი არ არის მეორე კოლინდექსი არ არის ამიტომ პრობლემა არ აქვს თლათ ეგრე ალბათ არ არის საქმე იქაც იციან ეგერ პარიზშიც კი ცუდ წყალში ბანაობენ მაგრამ არ ამგონია რომ პრობლემები არ იყოს რუმინეთში და ბულგარეთში მაგრამ ის რომ გავაძლიეროთ ეს ინსტიტუციები მათ ისინი ამაზე არ რეაგირებენ საერთაშორისო კონტექსტში ჩვენ ამ საკითხს ვერ ვსვავთ, იმიტომ რომ იმ მოწესრიგებულია ყველა ქვეყანას თავისი კანალიზაცია, ასე თუ ისე. ამიტომ ჩვენ ვართ გამონაკლისი, მახსოვს კახოვკის შემთხვევაში, ესე იგი დავიტანჯეთ იმის ცოდვით, რომ კახოვკამ არ მოაღწიოს ჩვენამდე და ჩვენგან რაც აღწევს იმაზე ვილაპარაკოთ და კახოვკასთან 1000-ჯერ და 100-ჯერ და მილიონჯერ უფრო მეტი არის, რასაც ჩვენთან ვაკეთებ. ვერც მოაღწია იმან, ვიცით რომ არანაირი და აგერ ტანკერები ჩაიძინა, კიდე ყოველ დღე ამატებს რუსები სხვა შორის აქტიურობენ ამ ამბავში. ამაზე გაჩუმებულები ვართ, ხმას არ ვიღებთ, ვითომ პრობლემა არ არის არანაირი. ამიტომ ალბათ უნდა მოვთხოვოთ ტრანსპარენტულობა ჩვენ სახელმწიფოს, ჩვენ ხელისუფლებას და არა მარტო ხელისუფლებას, იმიტომ რომ მთელი საზოგადოება მონაწილეობთ, ხო, არასამთავრობო ორგანიზაციებიც რაღაცებს ზომავენ. აუცილებლად უნდა გამოქვეყნდეს მონაცემები. მონაცემების ტრანსპარენტულობა და ეს უკვე აღარ შეეხება მხოლოდ ბაქტერიულ დაბინძურებას და საბანაო წყლის ხარისხს. აგერ კარზე მოგვადგა, უნდა ავამოქმედოთ სააუზო წყლის მართვა. მე უკვე ჩამოთვლასაც კი ვერ დავამთავრებ, რამდენი პარამეტრი უნდა იზომებოდეს და ის მაინც გავიგოთ, რა იზომება და რა არ იზომება, იმიტომ რომ გამოაქვეყნონ რა იზომება და რა არ იზომება, რომ ვიცოდეთ, ჩვენი აუზები რა მდგომარეობაში არის, რაღაცა წარმოდგენა მაინც გვაქვს თუ არა. უბრალოდ ისეთი აი იშვიათად რომ მიმართოთ სახელმწიფო უწყებას მონაცემების მოწოდების სურვილი და ჯერ მოგაწოდოთ და რომ მოგაწოდოთ, მე გესიამოვნოთ ის რაც მოგაწოდეთ და წადით ნახეთ ნებისმიერ არ ვიცი პორტალზე რომელი ქვეყანაც გინდათ აიღეთ ევროპული განსაკუთრებით და უბრალოდ საზღვაო პორტალით ასერჩეთ და ნახავთ როგორი
კარგი კარტოგრაფირებით არის მშვენივრად წარმოდგენილი ყველაფერი. სხვათა შორის ჰქონდა ამისი რაღაცა მაგალითი, იცით თქვენ რომ Atlas Mapa.gov.g მუშაობდა. რა ვიცი, ბიომრავალფეროვნების კონტურებს მაინც ნახავდი, სად არის მაგალითად ზურმუხტის საიტი. ეხლა რომ წამლად რომ მოგინდეს ზურმუხტის საიტი, სად არის ვერ ნახ, უნდა შეხვიდე ევროპულ ვებგვერდზე. არ შეიძლება ის რომ გავიმეოროთ ქართულ ვებგვერდზე, რომ ქართველებმა გაიგოს, სად არის ჩვენი ზურმუხტის საიტები. და ეს ყველაზე ნაკლები პრობლემაა, მაგრამ ბიომრავალფეროვნება სად როგორ ზომავთ ზღვაში, ხმელეთზე. ანუ ჩემი აზრით, ეს საკითხი მონაცემების გაზიარების არ არის, იმიტომ რომ ჩაკეტილია ჩვენი ქვეყანა. არა აქვთ ეთყობა. ან გაზიარება არ შეუძლიათ. მე ამას მეგობრულად ვამბობ, არც ერთია ადვილი და არც მეორე. მონაცემების მოპოვებაც ძნელია და მისი გაზიარებაც ძნელი არის. არანაკლებად ძნელი არის, რომ კარგად გააზიარო. დაიწყონ დროზე ამის კეთება. საქართველოს მოსახლეობა იმსახურებს იმას, რომ კარგი მოსახლეობა ვართ, ევროპელი ხალხი ვართ, ვიმსახურებთ ევროპულ მართლობას, ვიმსახურებთ ტრანსპარენტულობას. გავანებოთ ევროპას გლობალური ტრენდებიც იგივე არის, ანუ საერთოდ არ უნდა გაიხედო, ყველგან იგივე არის. მონაცემს არავინ არ მალავს, არავინ არ ყიდის. აი საოცრებაა პირდაპირ პრეისკურანტი უწერიათ რაღაცა რო დაიწყოთ, ლა მილიონებზე ახვალ და ვინ არის მილიონის გადამხდელი ნაკლებად ხარისხიან მონაცემებში. ხარჯები მდინარეების უდიდესი საიდუმლოა, თურმე ესე ვერ გავიგებთ რომ მდინარეში ეს იმას ნიშნავს, რომ ხესებს ვერ გავარკვევთ. რამდენს სტოვებენ, რამდენს უშვებენ, რამდენ შემოსავალს ნახულობენ, ბიუჯეტში რამდენს იხდიან იმას, რაც და მე მინდა უბრალოდ შეგახსენოთ რა არის წყლის რესურსები საქართველოსთვის. საქართველოსთვის წყლის რესურსები არის ჩვენი ბენზინი და ჩვენი ნავთობი, რომელიც ბევრად ღირებული გახდება 50 წელიწადში, იმიტომ რომ ნავთობის მოპოვება შეუძლებელი გახდება. ყველამ ვიცით ეს კლიმატის ცვლილებების გარშემო. თვითონ თუ არ გავჩერდებით, კლიმატი გაგვაჩერებს. ამიტომ მზად უნდა ვიყოთ ამისთვის. ქალბატონო, მე მინდა უბრალოდ შეგახსენოთ, იმ დღეს რეკლამას უყურებდი, PSG-ს, რეკლამას უყურებ, როგორ არის, PSG-ს, ხო, ჩვენი ხვიჩა რო თამაშობს რა. და ალბათ ხვიჩას დამსახურებაც არ, მაგრამ ჯერ გამიკვირდა, მეთქი ალბათ ფრანგული წყლის რეკლამას აკეთებენ. ხო? და თურმე აღმოჩნდა, რომ ბროლი წყლისა თუ რა ქვია, იმის რეკლამას აკეთებენ. ყველა აკეთებს. ანუ წყალი იმდენად ღირებულია, რომ PSG-ს რო უთხარ, რომ წყლის ქვეყანაა, ისი თქვეთ, საფრანგეთს როგორი ძლიერი მინერალური წყლის და იმის და გიკეთებს რეკლამა. იმიტომ კი არა, რომ ბევრი გადაუხადეს. იმიტომ რომ მათ იციან, რომ საქართველოს მდიდარია წყლის რესურსები და ეს რეკლამა არ არის ჩვეულებრივი რეკლამა. გახსოვთ ხო, როგორ სხვა შორის ძალიან კარგი და დინამიური რეკლამაა. გაუფრთხილდეთ ჩვენს ნავთობს, არც ერთი წვეთი ნავთობი არ მოხდეს შიგნით, ზუსტად გითხრა რა პარამეტრებია და როგორ არის, რამდენი გვაქვს ეს რესურსები, როგორია კლიმატის ცვლილების ზემოქმედი, ხედავთ ხო, რამდენი კორიანტელი დავსვით კითხვების და თუ ესენი თუ არ გვეკნება, როგორ ვაწარმოებთ მართვას. ძალიან ცნობილია, რომ თუ არ აქვს მონაცემები, ვერაფერსაც ვერ მართავ, იმიტომ რომ მართლობა ეს არის მონაცემების საფუძველზე წარმოებული გადაწყვეტილებები, ხო? ამიტომ უდიდესი სიმდიდრე გვაქვს, უდიდესი საუკეთესო კანონმდებლობა გვაქვს მონახაზი ამ საუზო მართვის და სასწრაფოდ უნდა გადავჭრათ ეს მენტალური პრობლემა, რომ მონაცემებს არ ვაქვეყნებთ. ამას არ აკეთებს უკანასკნელი ქვეყანაც კი მსოფლიოში. დღეს ესეთი არის ტრენდი. თუ კი რაღაცაგა ყველაფერი უნდა დადო, ვიცი, არ არის სული გასაკეთებელი, რაღაცა რაც აქვს ის მაინც გვაჩვენო, ხო, როგორ გამოიყურება საერთოდ. და შეიძლება ვთქვათ, რომ უი, რა კარგია, რა კარგად ყოფილა ყველაფერი აწყობილი გარემოს ეროვნულ სააგენტოში მაგალითად. ჩვენი პრობლემა ზუსტად ეს არის პირველ რიგში. გისმენთ ბატონო? დიახ, ქალბატონო ნინო, მე მაინც მინდა ერთი საკითხი დავაზუსტო. ბატონმა მამუკამ ბრძანა, რომ გაწმენდისა და გაუნებლობის ეს კომპლექსი, რომელიც ურეკში აშენდა. სხვათა შორის, ეხლა ამ წუთში მიმდინარეობს საკმაოდ ინტენსიურად რამოდენიმე დასახლებულ პუნქტებში და განსაკუთრებით საკურორტო ზონებისათვის ეს მნიშვნელოვანია. აბსოლუტურად ვეთანხმები, რომ ეს მილიონიანი გამწმენდი ნაგებობები ფაქტიურად მილიონობით, ესე ვთქვათ, ლარის ღირებულების რეალურად გამოდის გამოვა მწყობრიდან, თუ კი ჩვენ არ მივაქციეთ ყურადღება ჩამდინარე წყლების მიღების პირობებს საკანალიზაციო სისტემებში. თუ კი აი ამ საკანალიზაციო სისტემაში მოხდა ძალიან დიდი რაოდენობით
ნალექის შედეგად წარმოქმნილი წყლები, გამიგეთ? ფაქტიურად სამი აღვრე კანალიზაცია გარდაქმნით, იმიტომ რომ არ აგვაქვს სამი აღვრე კანალიზაცია, გამიგეთ? მოგახსენეთ ისიც, რომ ზედაპირული ნაკადები ან ქაოსური დაგეგმარების დროს რეალურად თავის ბუნებამ რომ დააწესა და რაღაც გარკვეული მიმართულება ჰქონდა, ეს გადაუკეტეს აი ამ დინებას და გადაკეტეს ეს დინება და ფაქტიურად იქ მშენებლობები წავიდა. უფრო მეცაც გეტყვით, არის რაღაც გარკვეული, ესე ვთქვათ, მცირე არხები, მდინარეები, რომლებიც ჯერ კიდევ არსებობენ და აი ეს საკანალიზაციო ჩამდინარე, ანუ სამეურნეო საყოფად ცხოვრებო ჩამდინარე წყლები მიშვებულია აი ამ მცირე წყლის ობიექტებში, გამიგეთ? და სწორედ ამიტომაც უნდა მიექცეს ყურადღება, უნდა მოხდეს მათი აღრიცხვა ძალიან მკაცრი, ესე ვთქვათ, მოქმედებები იმისათვის, რომ აი ამ ჩამდინარე წყლებმა ფაქტიურად იმ გამწვედ ნაგებობამდე მიაღწიოს და პირდაპირ ესე ვთქვათ ჩაშვებები არ ხდებოდეს და შემდეგ რა თქმა უნდა პრობლემას არ ქმნიდეს თვითონ ზღვის წყლისათვის და დასვენებისათვის და ტურიზმისათვის. ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი არის. და ფაქტიურად აი ხანდახან დავფიქრდები მენანება კიდევაც, კაცო, ესეთი ნაგებობა არსებობს, ფუნქციონირებს და ჩვენი დაუდევრობის გამო, არასწორი მართვის გამო, რეალურად შეიძლება უფუნქციო დარჩეს, გამიგეთ? და ვერ განახორციელოს სათანადო, ესე ვთქვათ, გაწმენდა გაუნებლობის საქმიანობა. ამიტომ ეს უმნიშვნელოვანესი საკითხია. ვთხოვთ ხელისუფალს, ვთხოვთ შესაბამის სამინისტროებს, რომ ამას მიაქციოს ყურადღება და 2026 წლისათვის ის, რაც მისაღებია ნორმატიულ ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტები, დროზეა დასაწყები მუშაობა და თუ საჭირო არის რესურსი, თქვენ იცით, რომ საქართველოს წვანეთა მოძრაობა უშუალოდ ჩვენ ყველანი ჩართული ვიყავით იმ კანონ პროექტის მომზადებაში და კიდევ ძალასა და ენერგიას არ დავიშურებთ, არ გვინდა მაგათი ისა, რა ქვია, არც დაფინანსება და არაფერი, ყოველ შემთხვევაში უკვე იმდენად პრობლემურია ეს საკითხები. გამიგეთ, რომ საჭიროებს დაждომას და დაწყებას მუშაობის, რა. თქვენ რო არა ბატონო აკაკი გაგვიყიდიდან წყალს. გაყიდდნენ. კალაპოტებს ყიდდნენ და ჩვენ ამოვიღეთ ეს რეალურად. კანონ პროექტიდან. ეხლა მე მინდა გავუშვათ მათი თანხმედრაც იყო, მოდით, ნუ დავუყაროთ. თანხმედრაც იყო. ცხადია, რომ ჩვენ მათაც დიდი არ შეიძლება და შესაბამისად დაგვეთანხმეთ. გამორჩათ. კი ბატონო, მაგრამ ჩვენთვის პრობლემა, რომ საკანონმდებლო ინიციერებაში და ეხლა კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებში საკმაოდ მკაფიოდ იყოს ჩაწერილი, რა უნდა გააკეთოს თვითეულმა მუნიციპალიტეტმა. ამისთვის, რომ მუნიციპალიტეტმა რაღაცა ფუნქციები განახორციელოს, მას უნდა ქონდეს შესაბამისი სტრუქტურები. სამწუხაროდ ჩვენ მუნიციპალიტეტებში შესაბამისი სტრუქტურები არ არიან და იმდენი ფუნქცია ჩამოწერეთ, რაც უნდა განახორციელოს მარტო წყლის კანონიდან გამომდინარე, რომ არაფერი ვთქვა, სხვა მიმართულებებით, რომელსაც ნელ-ნელა გავშლით, რეალურად ჩვენ სამსახურები მუნიციპალიტეტებში არ აქვს. ეხლა მიდის ადგილობრივი არჩევნები. მე მინდა მიმართო ყველა კანდიდატს საკრებულოსი, ვინც უნდა აირჩიოს ხალხმა. იქნებ საკრებულოს ახალმა წევრებმა დაამტკიცონ ეს სამსახურები მერიებისთვის. ქალბატონო, დააფიქსირონ პოზიცია, რას ფიქრობენ ეგეთ სამსახურებზე? ესეც ძალიან მნიშვნელოვანია არჩევნების დროს. დიახ. იმიტომ რომ ეს არის ერთ-ერთი, კაი, თბილისს აქვს თავისი სამსახური, მაგრამ ეს სამსახურები ყველა მუნიციპალიტეტში ხო არ არის. და იმდენი პრობლემა დაგროვდა მუნიციპალიტეტში, რომელიც არის გასაკეთებელი, რომ თუ სპეციალისტი არ ეყოლებათ ადგილზე, ძალიან ძნელი იქნება, რომ რამე გააკეთოს მუნიციპალიტეტი. ასე რომ, მე მინდა ვთხოვო დანარჩენ კოლეგებსაც ჩაერთონ დისკუსიაში. გიორგი, შენ ხომ არ გექნება რამე? ალბათ ნინო, ყველაში კი არ არის კი არა, მე მგონი თბილისის გარდა არსად არ არის ამისათა სამსახურები, არც აქ მუნიციპალიტეტში.
ხო და ხო პრობლემაა ირაკლი შენ რა თქმა კარგად უნდა პრობლემაა. მაგრამ იცი შენ რა ხელა პრობლემის წინაშე შეიძლება დავდგეთ ჩვენ მე სადაც შეხება მქონდა მუნიციპალიტეტსა და ძალიან ბევრთან მქონდა არც ერთ მუნიციპალიტეტში ამისთან სამსახური არ არსებობს. და როგორ უნდა განახორციელონ კანონი? მერიას აქვს განყოფილება და შესაბამისად თბილისს აქვს სამსახური. თბილისს აქვს ერთადერთი. თბილისს კი ბატონო. დიახ. ქუთაისის მერიაში არის განყოფილება, რომ მათთან მქონდა მე ურთიერთობა, როდესაც ნარჩენების მართვის მონიტორინგს ვახორციელებდით. აი წარმოვიდგინეთ ახლა ქალბატონმა ნინომ რაც ბრძანა რა. დიახ, აი პოლიტიკურმა პარტიებმა, რომლებიც ფაქტიურად მონაწილეობენ თვითმმართველობის არჩევნებში, ხო? კეთილი ინებ უნდა დააფიქსირონ რა. აი წმინდა გარემოს დაცვითი აღონიზიებები უნდა ჩაატარონ. როგორ უყურებენ აი ამ ჩამონათვალს ახლა რაც მე წყლის რესურსების მართვის საკითხებზე მოგახსენეთ. როგორ უნდა განახორციელონ? რა რესურსით უნდა განახორციელონ და საბოლოო ჯამში მე მინდა აი ეს წინადადება ქალბატონი მინოსი იქნას ესე ვთქვათ ძალიან ხმამაღლა გაჟღერებული და შესაბამისად როგორ ფიქრობენ აი ამ ინსტიტუციაში მარტო წყლის რესურსები მიუხედავად იმისა რომ აი ესეთი გამოწვევები არსებობს და ასეთი ესე ვთქვათ ადგილობრივი მართვის დაქვემდებარებაში უნდა არსებობდეს შესაბამისი ესე ვთქვათ რაღაც რგოლი რომელიც უშუალოდ მიიღებს აი ამ პროცესებში მონაწილეობას გარდა ამისა გარდა წყლის რესურსების მართვისა არჩევნების მართვასთან დაკავშირებით არის უამრავი პრობლემა უამრავი საკითხი თქვენ წარმოიდგინეთ გარემოს დაცვითი შეფასების პროცესში რა როლს ითამაშებს აი ესეთი სტრუქტურა იგივე გარემოს ზემოქმედების შეფასების პროცესის სტრატეგიული გარემოს დაცვითი შეფასების პროცედურის განხორციელების პროცესში ფაქტიურად მოკლებული ვართ აი იმ ძირითადი ბენეფიციარების მხედველობაში მყავს მერიები მათგან აი იმ პროფესიონალების ესე ვთქვათ ხმას აზრს გამიგეთ არადა ქუთაისი იგივე თბილისში საკმაოდ სერიოზული მუშაობა მიმდინარეობს და აი თუ არა აქვთ აი ამის სურვილი იცით მართლა და მართლა ყველაფერს ხომ არ გავყიდით და ყველა არ გვინდა რეგულაცია არ გვინდა არაფერი არ გვინდა სიცოცხლე რაც საერთოდ არ დაგავიწყდეთ რომ კატასტროფები ბუნებრივი კატასტროფები და ტექნოგენური კატასტროფები აგრეთვე ამ სამსახურების ფუნქციაა რა თქმა უნდა აბსოლუტურად ყოველ შემთხვევაში რაღაც ინფორმაციას რომ მიიღებენ რომ ეს ინფორმაცია დროულად იქნას მიტანილი შესაბამის მართვის ორგანოებამდე იგივე სწორი გადაწყვეტილებები იყოს იგივე მიბმულია ეს საკითხი სწრაფ რეაგირებაზე და რა ვიცი ნუ რა რამდენი ერთი დავასახელოთ ხა უნდა დავიწყოთ მუშაობა უნდა დავიწყოთ თქვენ ამ ბოლო სიტყვას გამოვეხმარო იმიტომ რომ მინდოდა ამ კომენტარის გაკეთება რომ თქვენ ძალიან ბევრი საკითხი ჩავოთვალეთ ქალბატონმა ნინომაზე შეიძლება თქვათ ის ადამიანები რომლებიც ახლა როგორც ჩანს არ არიან გათვითცნობიერებული ხო გადაწყვეტილების მიღება გონიათ რომ ძალიან გაურთულეთ ახლა რა თვითონ ადამიანი აიყვანეთ რომ ადამიანმა ფიქრი დაიწყოს ყველა ამ საკითხებზე ბატონი აგაკითხავს და ქალბატონი ნინო რავი შეიძლება ამ დონეზე ვერ მოახერხოს მაგრამ თავის დონეზე ხო მოახერხებს თავის მუნიციპალიტეტში ჩავის რეგიონში ერთი ადამიანი ერთი რომელსაც ერქმევა რომ არის გარემოს დაცვის სპეციალისტია და რაღაცა გადაწყვეტილებებს დოკუმენტს მაინც მიაწვდით რომ თქვენ რას ფიქრობთ ამაზე და მიიღებს მე პასუხს სეგეშე გასაკეთებელი და ნუ შეეშინდებათ ნუ სეგეშეში ნურც გეგმების ბატონო აკაკი თქვენ იცი ჩვენ რამდენიმე გაგვიკეთებია ეს და არ არის ახლა ისეთი რომ გაქცეულ რუსს ვერ მოაბრუნებს ანუ მოვაბრუნებთ ხო გავაკეთებთ უბრალოდ პოლიტიკური გადაწყვეტილებებია მისაღები რომ ჩვენ ეს გვინდა არ შემიძლია რომ არ მოყვე კიდევ ერთხელ ხშირად ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში გრიგოლეთის და წყალწმინდის განვითარების გეგმის სეგეშე გავაკეთე მოვაბრუნე გაქცეული რუსი ანუ ეშინოდათ სეგეშე ვაიმე არ გაგვექცეს და დააწარდით მე ვთქვი დაგიწერთ ამ დოკუმენტს დაუწერეთ დოკუმენტი გულიანად გავაკეთე ბატონო აკაკი ფულის არ გადაუხდიათ არ გეტყვით სასაცილო რიცხვები იყო სამჯერ მეტი მოთხოვე და მესამედზე დავთანხმდი იმიტომ რომ გრიგოლეთს როგორ გავუშვებდი ხელიდან ჩემი მეგობრები და ჩემი ახლობლები ცხოვრობენ შიგნით და მათი გულისთვის უფასოდ გავაკეთე ფაქტურად და რა უქნეს ამ დოკუმენტს არ დაამტკიცეს 4 ფარატინა რომელსაც ლამაზი პროექტები ეხატა სურათები უსინდისო იყო ლუკა დახატული სურათებით
ქვემოთ ჩამონათვალი იყო ტურისტულ იმას გავაკეთებთ, გოლფის კლუბს გავაკეთებთ, სასაცილო უბრალოდ. და რატო ყვები, იცით, რომ ეს დოკუმენტი რომ არ დამტკიц და ამ დოკუმენტს რა უშავს? ბატონი ლადო ვარდოსანიძის დაწერილი 200 გვერდიანი გეგმა არ დაამტკიცეს. ანუ სივცითი გეგმა არ დაამტკიცეს, თვითონ ტექსტი არ დაამტკიცეს და რა თქმა უნდა, სეგეშეც არ მიამტკიცეს. და ამ სეგეშეში დანარჩი მეწერა რამდენ ადგილას უნდა გაზომონ ეს რა ქვია, ბაქტერიოლოგიური წყლის ხარისხი. 5 წერტილი, ერთიც რომ დაგვედო, საკმარისი, მაგრამ 5 ჩავდე. იმიტომ რომ ვიცი რომ ფოთში ჩვენს მიერ ქალბატონი ნინოს, ჩემს მიერ ნაყიდი ლაბორატორიას ბატონი გიარუხაძე ჯერ კიდევ უვლის. და ჩავიდოდა და შევიპირე ადამიანი რომ ჩავწერთ ამას გეგმაში და რაღაც პერიოდში დაარეკე ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი და იკითხე გამოყავით 5000 ლარი რომ გაგიზომოთ წყლის ხარისხი ტურისტები რომ ჩამოვლენ იმიდან რა ქვია თბილისიდან იმიტომ რომ თბილისელებს აქვს ძირითადად იქ დაჭერი ხო და ესე იგი ამიტომ გადავამოწმე რომ ბატონი გიასთვის პასუხი გამეცა რომ შეგიძლია უკვე დარეკო დამტკიცებულია და აღმოაჩინე რომ დამტკიცებული კი არა მარტო ქაღალდი დაამტკიცეს ერთი რუკა ამიტომ ვერც დარეკავ რომ უთხრა და მითხარით ეხლა 5000 ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის კი არ არის გამოყოფილი 5000 არის ცოტა მეტის დაჭირდება უფრო მეწერტილებს თუ აიღებ მაგრამ 15000 იყოს თუ გნებავთ რომ გრიგოლეთში გაზომონ წყლის ხარისხი რაში ბანაობენ რომ იცოდნენ თორე ჩამოიყვანეთ ეს რაკე საფრანგეთის გარემოს დაცვის მინისტრი და ვაბანავეთ ჩიგრით ისა კოლეგებო მოგესალმებით ერთი წამით ქალბატონო ნინო მე ვეთანხმები თქვენს მოსაზრებას აი სპეციალისტებთან დაკავშირებით მუნიციპალიტეტებში აი მე ორგზის მოწვევის დეპუტატი გახლავართ ახლა ამჟამადაც მოქმედი ლენტეხის მუნიციპალიტეტში 2017-2025 წლების და არასოდეს ჩვენთან მსგავსი რამე არ ყოფილა ეს სამსახური და ჩვენისთანა განსაკუთრებით ჩვენნაირი მთიანი რეგიონისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის. ძალიან გჭირდება. მადლობა. ძალიან კარგი იქნება ეს საკითხი თუ დაისმება. ეს საკითხი ჩვენ უნდა დავსვათ ეთყობ. ქალბატონო ნინო, რაც არ უნდა გარემოს დამცველი და შეგნებული მერი იყოს ჩვენ თვითმმართველობა ყველგან ასეთია თბილისის გარდა არის თბილისში როგორ ხდება ვერავინ თუნდაც ერთ დამატების საშტატო ერთეულს ვერ შექმნის მაგრამ ამაგა ერთი კაცი დავამატებო გეთანხმებით რომ ვერ დაამატებს თუ ერთი წერილი იქნება მთავრობის კანცელარიიდან 64-ვე მუნიციპალიტეტში მეორე ორშაბათს ერთი შტატი დამატებული იქნება ეს არის ჩვენი თვითმმართველობა ბატონო ჩვენ ახლა მუნიციპალიტეტებს კი არ ვაბრალებთ ამას მართალსა იცი რა გერ არის ბატონი პოლიტიკოსია ხო და ხედავთ ხო როგორია მისი მოსაზრება რა თქმა უნდა მზად არიან რომ ერთს გამოაკლებენ და ერთს დაუმატებენ თუ არ შეუძლიათ რომ ერთი დაამატონ მაგრამ ერთის დამატება შეუძლია და დეპარტამენტის დამატება შეუძლიათ 50-ს დაამატებენ ოღონდ იქიდან უნდა ნებართვა ზეციდან თავარია ნება იყოს და სურვილი ისე ზეცაში რო არ გეგონოთ თბილისის მუნიციპალიტეტში კარგად არის საქმე ხო წამლად არ მithქვამს კარგად არ დაუკავშირდებით არ ვიცი ხო თვითონ კარგად არ მithქვამს არ ვიცი არა მე ვიცი მაგრამ უბრალოდ რო საქმე რო გაგიჭირდება ხო აი მაგარი ექსპერტიც რო იყო აი ქალბატონ ნინოს კი ვერ დაუკავშირდება უბრალოდ ტელეფონს ვერ გაიგე შეიცვლება ეს რა თქმა უნდა რაც თავარია არსებობენ და მოვნახავთ გზას რომ დაუკავშირდეთ თბილისში არსებობს სამსახური რუსთავიც მე მგონი ცდილობდა რომ შეექმნა სამსახური მაგრამ ძალიან სწორია რაც თქვა ბატონმა ირაკლიმ რომ თავარი არის ამ შემთხვევაში ცენტრალიზებულად იმიტომ რომ თქვენ წარმოიდგინეთ ბიუჯეტები ცენტრალიზებულად ეწვდება ყველა მუნიციპალიტეტი თვითმკმარი მუნიციპალიტეტი ჩვენ თითქმის არ აყვავს. შესაბამისად, ბიუჯეტს რომელსაც აწვდის ცენტრალური ხელისუფლება, ის უსაზღვრავს რამდენი საშტატო ერთეული უნდა ყავდეს. ამიტომ ის მნიშვნელოვანია, რომ თვითონ ცენტრალურმა ხელისუფლებამ გაიაზროს, რომ ესეთ სამსახურები ადგილზე გვჭირდება. იმიტომ რომ ვერც ერთი მუნიციპალიტეტი ვერ გააკეთებს იმას ახლა როცა შენ გჭირდება ჩვენ გქონდა შემთხვევა როცა ზოგიერთ მუნიციპალიტეტში ეკონომიკური სამსახურები გვიკავშირდებოდნენ კარბონ კრედიტი რა არისო იმიტომ რომ პასუხი უნდა გაეცათ წერილზე კრედიტი არ გრანტია უნდა გეთქვათ ქალბატონო ხო ნუ აი ვერ მიხვდნენ იმიტომ რომ სპეციალისტი არ ყავდათ ადგილზე
მაგრამ ამის ახსნა დაგჭირდა. ამიტომ ვამბობ, რომ მნიშვნელოვანია, რომ ადგილზე სპეციალისტები ყავდეს. ნუ რავინ ნუ დაიქვეხნის, რომ სპეციალისტები მუნიციპალიტეტებში არ არიან. ძალიან ბევრი ახალგაზრდა ამთავრებს უმაღლესებს თბილისში და არა მარტო თბილისში, ბევრ ქალაქში. მათ დასაქმება არ აქვთ. ასე რომ თუ თითოეული მუნიციპალიტეტი ამის აღრიცხვას გააკეთებს, ვინ რა სპეციალობით ამთავრებს და შეიძლება თუ არა ამ ადამიანის დროებით აყვანა, გაზდა, მომზადება და გაფრთხილება იქნებოდა კარგი. გთხოვთ კოლეგო, დასაქმების პერსპექტივა ქალბატონო ნინო მართველი პარტიის მხარდამჭერს მარტო აქვს სამწუხაროდ. იცით რა, ეს კონკურსი საფუძველზე უნდა ხდებოდეს, სპეციალისტი უნდა ინიშნებოდეს. ხა ადამიანი, რომელმაც ჟურნალისტიკა დაამთავრა, ვერ იმუშავებს გარემოს დაცვაში, იმიტომ რომ მას ტერმინიც კი არ ესმის ბევრი რაღაცა. და ამიტომ აქედან გამომდინარე მნიშვნელოვანია, რომ რაღაცა ტექნიკური განათლება მაინც გქონდეს. ელემენტარულად. და მე არაფერზე აღარ ვამბობ, როცა ჩვენ გვინდა რომ კომუნალური ტყეები შემოვიღოთ, როცა ჩვენ გვინდა რომ შემოვიღოთ ნარჩენების მართვის სტორის სისტემები დაინერგოს, კარგი, იქ IP-ები გვაქვს, მაგრამ ვიღაცამ ხო უნდა განსაზღვროს რა უნდა გააკეთოს თითოეულმა მუნიციპალიტეტმა. დღემდე ვერ გადავედით, ნარჩენებზე ცალკე ვისაუბრებთ, მაგრამ დღემდე ვერ გავაკეთეთ. ჩვენ ძალიან, ესე იგი, საკანალიზაციო წყლების მართვა რამდენი გამწმენდი გვაქვს სულ მთელ საქართველოში? დავითვალე. თითქოს ჩამოსათვლელი არ არის. 6-ზე მეტი არ არის. 4000 დასახლებული პუნქტი გვაქვს. და 6 გამწმენდი? საუბედუროთ ეგრეა. ეს ხო, ეს ნიშნავს, რომ პირდაპირ მიუშვით ყველაფერი მდინარეში. ნუ აქ ეგრეა ზოგადად. თამა რაღაცას ამბობთ ხომ? ხო, და თამარი ამტკიცებს, რომ ესე არისო სამწუხაროდ. სამწუხაროდ აქ ბათუმში იცით წვიმიანი არის, ბათუმი უმეტესად და სანიაღვრე სისტემა არის ძალიან ცუდ დღეში და წვიმის დროს ქუჩები იტბორება ფაქტობრივად და საშინელება. ანუ საზღვაო ტრანსპორტი გჭირდება ქუჩებისთვის. ნავები უფრო. მადლობ. ალბათ ერთხელ მახსოვს რომ ერთმა კოლეგამ თხოვა საერთაშორისო რომ რემოტ დისტანციური ზონდის სატელიტური სურათებით მინდა რომ ბაქტერიული დაბინძურების თქვა რაღაცა ინდიკატორები დავინახოთ და თუ შეგიძლიათ წერტილები გვითხრათ სად ჩაედინება რომ ნამდვილად რო იცით რომ კანალიზაცია არის და ისეთი ფაქტურად გადაუჭრელი ამოცანა იყო იმიტომ რომ ეს რა ვიცი რამ ჯერისდი ალბათ ძალიან ბევრი წერტილია მაგრამ უბრალოდ არსად არ არის დაფიქსირებული სად ხდება თუნდაც გაუწმენდავი ჩაშვება რა მოხდა ჩვენთვის მაინც ვიცოდეთ ხო ანუ რა ვიცი კაი თუ ვერ გამოაქვეყნებთ იმიტომ რომ უხერხულია ცოტა ხო კაი შიგნით თუ აქვთ და ურეკის გამწმენდ ნაგებობაზე მახსოვს რომ ვიკითხე იმიტომ რომ ვიცი რომ თლად ბოლომდე ანუ რაც შემოდის იმას წმენდნენ მაგრამ მე მაინტერესებდა უბრალოდ სადაც ჩადის ის ადგილი რო ეთქვა და ვერ მითხრეს რომელ ადგილად ჩადის ურეკის გამომავალი სეპის წყალი ესეთი მდინარე არის დაურეკავდი და გავიგებდი მაგრამ ანუ იმის თქმიდა რომ ეს მარტივი რუკებიც კი არ არსებობს რომელი სოფლიდან ჩაედინება გამწმენდ ნაგებობაში რომელში არ ჩაედინება არ ვიცი თუ აქვთ რა ვიცი გამოგვიქვეყნონ იმიტომ რომ დავინახოთ რომ რაღაცა სოფლებში ბატონო მამუკა საკანალიზაციო სისტემები ჩვენ არ გვაქვს ხო მაგრამ სოფლებში ჩვენ გვაქვს ჩეჩმები და ძალიან ბევრ შემთხვევაში ეს არის ჩვენი ნაციონალური ღირსების ადგილი მაგრამ 6 გამწმენდი ხო გვაქვს და იმაში რაღაცა ხო ჩაედინება აი ეს მაინც 6 გაწეში თქვენ წარმოიდგინეთ თბილისის გამწმენდი არის ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო გამწმენდი ნაგებობა რომელიც ემსახურება ორ ქალაქს თბილისი გარდაბანი მაგრამ თბილისის ემსახურება მხოლოდ ძველ თბილისის საზღვრებში ახალ საზღვრებში არ ემსახურება იმიტომ რომ ჩვენი გარეუბნები ფაქტობრივად მოწყვეტილი არიან საკანალიზაციო სისტემაზე. როცა მე ერთ-ერთ მერს კანდიდატს ითხრე რას აპირებთ, როგორ შეუერთოთ მთელი თბილისი საკანალიზაციო სისტემას, მიპასუხეს მაგი ძალიან ძვირი დაჯდება.
და ჩვენ ხევებში უშვებთ ამას ყველაფერს და ამიტომ არის ეს ყველაზე დიდი პრობლემა. თქვენ წარმოიდგინეთ, რომ როცა აქცენტს ვაკეთებთ პრიორიტეტიზაციას ტურიზმისთვის მნიშვნელოვანია სუფთა წყალი. როგორც სასმელი, ასევე გაწმენდილი საგანძაცეო. პატარა რუკა გაგვიკეთოთ, რა არის მიერთებული, რა არ არის მიერთებული. იმიტომ რომ კარგი იქნებოდა, მაგრამ თუ თქვენ მაგ სქემას გააკეთებთ, არასოდეს არ გააკეთება, ყოველთვის ზვირი იქნება. თუ მაგ სქემა გაკეთდება, ესე იგი, როცა ქუთაისში შუა ქალაქში აღმოაჩენენ, რომ თურმე ერთი უბანი უშვებდა იმის მაგივრად, რომ საკანალიზაციოში მიწის ქვეშ, იმიტომ რომ იქ ბუნებრივი კარსტული ღვიმეები იყო და იმაში უშვებდით კანალიზაციას, აი, რაზე უნდა ვილაპარაკოთ, ბატონო მამუკა, ერთ-ერთი ორგანიზაციის მიერ გაკეთებული პირველი, ესე ვთქვათ, კონცეფციამ ეს აღმოაჩინა, რომ თურმე ესეთი რამე ხდება ქუთაისში. ხო, და ასე რომ ეს პრობლემა არის ყველაზე რთული პრობლემა, რომელიც მოსაწესრიგებელია და არაფერს აღარ ვამბობ, რომ გისი სისტემები ამისთვის შეიქმნა ამერიკაში, რომ ინფრასტრუქტურები ეს ყველაფერი დატანილი ყოფილიყო. ამისთვის შეიქმნა რეალურად, რომ ეს ინფრასტრუქტურა დატანილი ყოფილიყო ქალაქში და ყველას ცოდოდა, სად რა უერთდება. კანა ცოტა და ადვილია, მანამდე გაგვიკეთონ და რო გართულდება, მე კიდე ხო და კოლეგებო, ჩვენ დროის ფაქტორი გვაქვს, ნელა ვასრულებთ და დიდი მადლობა ყველას აქტიური მონაწილეობისთვის. ვიმედოვნებ, რომ უფრო აქტიურად ჩავერთვებით ყველანი და უფრო მეტი მოსაზრებები იქნება. მე ვფიქრობ, რომ რაღაცა პერიოდის მერე ჩვენ წყლის თემა ისევ უნდა გავიმეოროთ, იმიტომ რომ თემა არის ძალზედ აქტუალური. დიდი მადლობა ყველას. ნახვამდის. ნინო. ბატონო. სამაგათიშო მე გავთიშე ლაივი, ასე რომ მაშინ რაღაცას კითხავთ იმის გარეშე. რამე ინფორმაცია ხომ მიგიღია შენ ღების და ზემორაჭის ტერიტორიაზე ოქროს მომპოვებას რო აპირებენ? ვინ აპირებს? არ ვიცი, ნუ გავრცელდა უკვე ლაპარაკები იყვნენ ასულები ვიღა ვინ. ანუ ზოფხიტოზე? ხო, სადაც ღების თავზე გონა და ისინი სადაც ღების თავზე არის დიდი მარაგი გარკვეული ზოფხიტოში. ხო და რამე ინფორმაცია ხო? შეგვიძლია დავაზუსტოთ, თუ გნებავთ. საინტერესო იქნება, მაინტერესებს. კი ბატონო, მაგის შეიძლება რომ მაგიტო. ახური ოქრო გვაქვს ბლომად და არა, ზოფხიტოში ნამდვილად არის ძალიან საინტერესო საბადოა. ოქროსი და თავის დროზე ჩვენ ამაზე გქონდა საუბარი გარემოს დაცვის სამინისტროში. სამწუხაროდ სამინისტრო აღარა გვაქვს, ახლა სააგენტოზე ვლაპარაკობთ მარტო და რეალურად ეს არის მართლაც საკმაოდ საინტერესო. რაჭაში არის ოქრო. ვიცით. და ალბათ ვიღაცამ უბრალოდ ძალიან ძვირად ღირებული პროექტი იქნება. მარტივი პროექტი ნამდვილად არ არის. არა, მარტივი როგორ არის ოქროს მომპოვება, მარტივი არასდროს არ არის ზოგადად. ძალიან რთული მოსაპოვებელია. რთული მოსაპოვება, უსაფრთხოებად იქნება ეგეც საინტერესოა. ნუ, ამას თავისი წესები აქვს, ცხადია და შეიძლება დავაზუსტოთ, ვინ აპირებს რომელი კომპანია. კარგი, მეც გავიკითხავ, ვინ იყვნენ ასულები, რა იყო და მე ვიცი დაახლოებით ვინ იქნებოდა, ასე რომ მოვძებნით არხებს. კარგი, დიდი მადლობა. კოლეგებო, დროებით. მეგობრებო, ძალიან ისეთი არა ვართ პირდაპირ ეთერში. აი ეს იდეა, რაც ახლა ქალბატონო ნინო თქვენ ფაქტიურად ძალიან მე მინდა რომ ეს საბჭოზე გამოვიტანო განცხადების სახით. არა, შეიძლება, მაგრამ რაღაცა განცხადების სახითაც კი ბატონო ყველაფერი, მაგრამ ამას სჭირდება ახლა გამრცობა. ამას სჭირდება საზოგადოებისათვის, რაც შეიძლება სწრაფად მიტანა, რომ ჩვენი აი ეს სტრუქტურები რაც